სახიერ ხარ და კაც უყვარე სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი არც დაიღოს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ყველას კარგად მოგეხსენებათ ნათლისღების დღესასწაულია ჩვენ ასევე ძახით ხოლმე ყოველ შემთხვევაში ამ ნათლისღების დღესასწაულს თუმცა კი ლიტურგიკულ საკითხავში თუ კი ჩავიხედავთ აი ედავითნეები რომლებიც კითხულობენ აი ამ წიგნს დღევანდელ დღესასწაულის დასაწყისში არ წერია ასე რომ ეს ნათლისღება იქ წერია რომ განცხადება რას ნიშნავს იცით ეს განცხადება გამოცხადებას და რომელ გამოცხადებაზეა საუბარი როდესაც რაღაც ისტორიული მოვლენა აღესრულა კაცობრიობის წინაშე რომ ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა აი ამ ისტორიულ მოვლენაზე არის საუბარი თუ როგორ გაცხადდა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ მაგრამ იქამდე უნდა გითხრათ რომ ჩვენი ცხოვრებაც ხომ ზოგადად ასეთია რომ რაღაცა ათვლის წერტილები გაგვაჩნია შეიძლება ზუსტი თარიღი კი არ გვახსოვდეს რაღაცა იმის მაგრამ ასე თქვა რომ აი იმ წელს როცა სახლი ვიყიდე იმ წელს როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე ჩავირიცხე იმ წელს როდესაც ოჯახი შევქმენი ან იმ წელს რაღაცა მოვლენას ყოველთვის უკავშირებ შენ ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცა გარკვეულ წელს შეიძლება ამით ასახელებდე რომ აი იმ წელს ან ის მოხდა შენ ცხოვრებაში ან რაღაცა გაკეთდა ან პირიქით ვერ გაკეთდა შეიძლება რაღაცა გამწუხარო მოვლენამ დაგამახსოვრა რაღაცა გარკვეული წელი ამიტომაც ჩვენ კალენდრულად როდესაც აღნიშნავთ აი ამ განცხადებას იგივე ნათლისღებას მინდა გითხრათ რომ ეს კი არის ისტორიულად მოხდენილი ფაქტი რომ ღმერთი როცა განკაცდა სწორედ მაშინ იმ ისტორიულ ჟამში მოხდა სწორედ ეს ამბავი რომ ნათლობისთვის ის მივიდა მდინარე იორდანეში და იოანე ნათლისმცემლისგან ნათელი იყო და განცხადება რა სახისა იყო ზეციდან მამის ხმა ისმოდა სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა და ძე თვითონ იდგა რომელზედაც ამოწმებდა მამა რომ ესე არის ძე ჩემი საყვარელი რომელიმე სათნო ვიყავ ეს ძე უკვე მდინარეში იდგა და ნათელს იღებდა იოანესა ამიტომაც განცხადება ანუ გამოცხადება სწორედ ამას ნიშნავს რომ გამოცხადდა ყოვლადწმინდა სამება თითოეულის წინაშე ეს მოხდა რაღაცა ისტორიულ ამბავში როგორც უკვე გითხარით მაგრამ ყოველწლიურად ჩვენ რომ აღნიშნავთ ამ ამბავს ქრისტიანები ჩვენს ცხოვრებაში თუ არის ეს გამოცხადება და რომელ გამოცხადებაზე გელაპარაკებით იცით რომ რას ნიშნავს ეს ერთია რომ სამყიროვანი ერთი ღმერთი გაგვეცხადა მაგრამ მეორე ახლა შეიძლება გავიგე მისი არსებობის შესახებ მაგრამ რა შეცვალა მან ჩემში აი ეს გამოცხადება მხოლოდ ის არის რომ მე ახლა ფორმულა ვიცი მამაძე და სულიწმინდა და არ მეშლება დოგმატურად მისი ჩამოსახელება იერარქიული წყობა ვიცი და თქვათ ვიცი როგორ წერია თქვათ იოანე დამასკელის სახელმძღვანელოში როგორ უნდა თქვა მამის შესახებ რომ მუშობელია ძე რომ მშობილია და სულიწმინდა გამომავალი და ეს არის და მეტი არა თუ ამ გამოცხადებაზეა ლაპარაკი კი ბატონო თეორიულად შეიძლება ეს იცოდე მაგრამ სხვა კიდე უფრო მეტის მომცემი უნდა იყოს ეს გამოცხადება შენთვის რომ გაცხადდა ყოვლადწმინდა სამება და რა გაგიცხადდა იცით რომ მას კი არ სჭირდებოდა ის რომ კაცად დაბადებულიყო მაგრამ კაცად დაიბადა მას კი არ სჭირდებოდა რომ მონათლულიყო არანაირად არ სჭირდებოდა ცოდვების მოტევება როგორ შეიძლება უცოდველს სჭირდებოდეს მაგრამ წყალში შედის რომ აკურთხოს ეს სტიქიონი რომ ამ წყალში თავისი შესვლით ეს წყალი შენზე გადმოვიდეს როგორც წმინდა წყალი ცოდვათა მომტევებლად ამიტომაც ქრისტესთან შემხებლობაში წყალი განიწმინდება და განიწმინდება ისე რომ შენ შეგიძლია ამ წმინდა წყალს ეზიარო ისე როგორც ქრისტეს განწმენდილ წყალს ასე იკურთხება თუ ისმენდით ლოცვას ცოტა ამინდი გქონდა მაგრამ თუ გესმოდა წყალნი ესე აკურთხე ვითარცა წყალნი იორდანისანი
როგორც იორდანის წყალი იკურთხა ქრისტესთან შეხებით, აი ესეთი კურთხევა აქვს აი ამ წყალს. და ამ გამოცხადებას აქვს თავისი შინაარსი, რომ ღმერთს კი არ სჭირდებოდა ეს, შენ გჭირდებოდა. ამიტომაც ღმერთი მოვიდა და რა გაგიცხად დავით, იცით? რომ უყვართ. თორემ ისე კი არ მოვიდოდა. ამისთვის მოვიდა რომ უყვართ. ახლა კითხვა უნდა დასვა შემდეგი რომ ესეც თუ გამეცხადა რომ მე უყვარ ვარ, მარტო მე უყვარ ვარ? ჩემს გვერდზე რომ ვინმე დგას ის არ უყვარს? ახლა იგივე კითხვა საკუთარ თავს უნდა დაუსვა რომ თუ კი ის მოვიდა მარტო შენს გამოსახსნელად კი არა ეგოისტურად არ უნდა იფიქრო. ყველას გამოსახსნელად, მათ შორის იმ კაცის გამოსახსნელად, რომლის დანახვაც არ მინდა, რომელიც მაღიზიანებს, რომელიც რაღაცა ჩემში იმას იწევს, რა ქვია, აღშფოთებას, მისი საქციელი, მისი მდგომარეობა, მისი ცოდვილობა თუ ან პირიქით, რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. აი აქ უნდა გაგახსენდეს, სწორედ რომ ღმერთი იმის გამოსახსნელადაც მოვიდა და მოვიდა იმიტომ კი არა რომ ან შენიყავი ღირსი გამოხსნისა და ან ის არის ღირსი გამოხსნისა. მოვიდა იმიტომ რომ უყვარხარ. შენ რა უფლებას იტოვებ ადამიანო რომ არ გიყვარდეს ვინმე? შენ რა უფლებით შეიძლება თქვა რომ ის არ არის ღირსი გამოხსნისა და ცხონებისა? ის არ არის ღირსი ცხოვრებისა საერთოდ. ხომ შეიძლება გაივლოს ადამიანი ვიღაცაზე თქვა რომ აი ისეთი ცუდია რომ ესე იგი არ არის ღირსი და გავიწყდება რომ ქრისტე იმისთვისაც ხომ მოვიდა. ეს გამოცხადება, რომელ დღესასწაულსაც ასე ქვია მეთქი, გითხარით, გამოცხადება ქვია. ეს გამოცხადება მარტო შენთვის ხო არ მომხდარა. გაცხადდა ყველასთვის. ვიღაცა შეიძლება მიმღებლობა არ აქვს. ვიღაცა შეიძლება არ სწამს და არ ჯერა, მაგრამ იცოდეთ რომ იმისთვისაც არის მოსული ქრისტე. ნუ თუ არ მიიღებს ეს მისინება იქნება, მაგრამ შენ არა გაქვს არ მიმღებლობის უფლება. შენ არა გაქვს უფლება რომ აი ამ სათნოებაში, რომელსაც ხედავ რომ ყოვლადწმინდა სამება ესე გაცხადდა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ძის საქციელი სათნოა მამისთვის. ეს იმასაც ნიშნავს რომ ნებისმიერ ამ საქციელში, ჯვარცმაში, აღდგომაში, ამაღლებაში, რა თქმა უნდა, ისინი ერთსულოვანი არიან, როგორ შეიძლება სხვადასხვა იყოს მათი ფიქრი ან ზრახვა, ან რაღაცა საქციელი. ამიტომაც ყოვლადწმინდა სამება თუ ამ თანხმობაშია რომ შენს გადასარჩენად შენი სიყვარულის გამო ამას ყველაფერს აკეთებს, შენ უნდა იყო პირველ რიგში მოაზროვნე, რომელიც იტყვი ასე რომ თუ კი ეს ჩემთვის გააკეთა, ესე იგი სხვისთვისაც გააკეთა და მოდი მე უნდა მიყვარდეს ის, ვისთვისაც გააკეთა ეს. ვინ არის ეს? ყველა, აბსოლუტურად ყველა. ვინც დაბადებულა და აწი ვინც დაიბადება. ამიტომაც ამ დღესასწაულის შესახებ სიტყვას რო გაიგონებთ რომ ნათლის ღება ქვია ამ დღესასწაულს, მაგრამ ლიტურგიკულ საკითხავში წერია განცხადება, ამ განცხადებაში, ანუ გამოცხადებაში არასდროს არ იგულისხმოთ მხოლოდ და მხოლოდ ყოვლადწმინდა სამების გამოვლინება კაცობრიობის მიმართ, ეს უნდა იგულისხმოთ თავისთავად, იმიტომ რომ ასე მოხდა. არამედ უნდა იგულისხმოთ რომ შენში რა მოიტანა ამან ქრისტესთან შემხებლობამ შეგცვალა თუ არა, იმიტომ რომ იმ წყალს დალევ დღეს, რომელშიც ქრისტე ჩავიდა. მის სისხლსა ხორცს ეზიარები, როდესაც მის წირვაზე დადგები, სამადლობელი მსხვერპლის შეწირვის დროს და ხდება თუ არა ცვალებადობა, ხდება თუ არა შენში უკეთესობისკენ სვლა და იცვლება თუ არა შენი სული უფრო მეტად სიყვარულისკენ, თუ რჩები მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გუშინდელ მდგომარეობაში როგორც იყავი, რომ გამოცხადების შესახებ კი გსმენოდა, ან შეიძლება დღესასწაულზეც იყავი ნამყოფი, მაგრამ არასდროს არაფერი არ შეცვლილა შენში. ამიტომაც მე კალენდრით რატო დავიწყე, იცით რომ არის ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა მოვლენები. გახსოვთ ის წელი, როცა სახლი ვიყიდე. გახსოვთ ის წელი, როცა თქვა ცოლი მოვიყვანეთ ასე შემდგომ. აი, გამოცხადება უნდა იყოს თქვენთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი სიცოცხლის მომრიჭებელი, სიყვარულით აღმავსებელი, რომ ასე გაიხსენოთ. გახსოვთ ის ნათლის ღება, დიდი თოვლი რომ მოვიდა. ეს იყო დასაწყისი ახალი სულიერი ცხოვრებისა, სიყვარულის შეძენისა, ურთიერთ პატივისცემისა და ცხონების გზაზე დადგომისა. ამინ.
დალოცვილი და გახარებული გამყოფა.